ვცდილობდი რომ ყოფილიყავი აქტიური მოქალაქე, ამიტომ ვიყავი ასევე მოხალისე დამკვირვებელიც და სამწუხაროდ ისე ხდება რომ უფრო და უფრო ღრმად მიწევს ჩახედვა ისეთ საკითხებში, რაც მაინც და მაინც არ იყო ჩემი მიზანი და არც ჩემი პროფესია, ანუ ეკონომისტი ვარ პროფესიით და თარჯიმანი. თარჯიმნობა კი ბატონო არის კავშირში. უფრო ესე პოლიტიკასთან. იცით როგორ არის? რაღაცნაირად პარადოქსულ სიტუაციაში ვართ ჩემი აზრით, იმიტომ რომ ერთი მხრივ ქართველების ძლიერი მხარე არ არის მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა, რაც ძალიან გვაზიანებს და რაც სამწუხაროდ ჩემი აზრით რუსეთის აგენტურამ ძალიან კარგად იცის. ხო, ანუ ეს ხომ არ არის, ჩვენ კიდე გვავიწყდება ხოლმე რომ რეალურად არ ვებრძვით ჩვენს რეჟიმს, მხოლოდ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელსაც ძალიან დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული იმაში, რომ შეისწავლოს ჩემი აზრით და ანუ ესე მგონია რომ არის თითოეული ქვეყნის ფსიქოლოგია. რომელი ქვეყნების თქვენ ჩამოთვალეთ? ხო, მე მაგალითად რუმინეთში ვცხოვრობ